კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღის ამბებს ტელეპირველის გუნდთან ერთად ლუკა ხაჩიძე გიყვებათ. მარნეულში ახალგაზრდა ქალს დედამ ჭრილობები დანით გულმკერდისა და კისრის არეში მიაყენა. მიზეზი სავარაუდოდ ის შანტაჟი გახდა, რომელსაც ქალის მიმართ უცხო მამაკაცი ახორციელებდა და რომლის შესახებაც 30 წლის ქალის დედამ გაიგო. მამაკაცი ქალს ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ქალი, რომელიც 3 გამავალი ჭრილობით მარნეულის საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. ექიმები აცხადებენ, რომ მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი შემოყვანილი იქნა 12 რიცხვში. თავისი თვითხილველების მიერ სავარაუდოდ აღენიშნებოდა 3 ადგილას ჭრილობა, ერთი კისრის არეში და 2 გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში. ამ 3-დან 2 იყო შემავალი. დაისვა დიაგნოზი ჰემოპნევმოთორაქსი ორმხრივი. გამოძახებული იქნა თორაკოქირურგი, ჩაუტარდა ორმხრივი დრენირება პლევრის ზღუების. ოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, კონტაქტურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სისხლიანი გარჩევა სოფელ ყიზილაჯლოში გუშინ გვიან ღამით მოხდა. 30 წლის ნაიდა ახუნდოვა ბასრი იარაღით საკუთარ სახლში დაჭრეს. მეზობლები ამბობენ, რომ ქალბატონი საკუთარმა დედამ დაჭრა. არა ჩვეულებრივი ქალი იყო, საუკეთესო მეზობელი, კარგი ოჯახი. არ ვიცი როდის მოხდა ეს ფაქტი, ცოტა მოშორებით ვცხოვრობ. მაღაზიაში მივდიოდი, დილით ხმაური შემომესმა, სხვა არაფერი არ. დანაშაულის ნიშნებს შეიცავს შემთხვევის სავარაუდო მიზეზიც. სოფელში ამბობენ, რომ ქალბატონს უცხო პირი გარკვეულ თანხას თხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. მეზობლების ნაამბობით ირკვევა, რომ სავარაუდოდ დედამ ამბის შესახებ გაიგო და საკუთარ შვილს ცივი იარაღით ყელისა და გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. Говорят, что кто-то шантажировал, что როგორც გავიგე, ვიღაც კაცი ფულს თხოვდა და აშანტაჟებდა. ეს სავარაუდოდ დედამ გაიგო და კონფლიქტიც ამას მოყვა. ოჯახში მანამდე არანაირი პრობლემა არ ქონიათ, მშვიდად ცხოვრობდნენ. მათგან არასდროს თხუბის ხმა არ გაგვიგონია. გავიგეთ, რომ ვიღაც კაცი რაღაც ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა. დედამ გაიგო და ჭხუბიც ამის გამო მოხდა. პოლიციაში გოგონაც ძმა იბრალებდა, რომ თითქოს მან დაჭრა. საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავე დედა უკვე დააკავა, რომელიც ბრალს აღიარებს. მისი დამტკიცების შემთხვევაში დედას შვილზე ძალადობისთვის 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახური ძალადობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას შესაძლოა კიდევ ერთი საქმე დაემატოს. თუ კი ქალბატონი ჩვენებას მისცემს და მუქარის განმახორციელებელი იდენტიფიცირდება, საქმე 157 მუხლით აღიძვრება, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელებას გულისხმობს. დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვნებს ინტიმურ მიმოწერას აიძულებდა. ბოლო ასეთი შემთხვევის შესახებ 9 წლის გოგონას დედამ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაწერა. ტელეპირველთან საუბრისას გოგონას დედა ამბობს, რომ მამაკაცი ბავშვს Facebook-ზე წერდა, ეკითხებოდა დეტალებს, მათ შორის ყავს თუ არა შეყვარებული. ასევე ეუბნებოდა არავისთვის ეთქვა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა. ბოლოს, როდესაც ბავშვმა მას აღარ უპასუხა წერილებზე, ფოტოების ატვირთვით დაემუქრა. ბავშვმა მომწერა Facebook-ის საშუალებით, რომ ვიღაცა უცნობი მამაკაცი გადაეკიდა. ეს მამაკაცი წერდა თავიდან, რომ გამოსულიყვნენ თამაშიდან და გაეგრძელებინათ პირადი მიმოწერა. გამოკითხა, რამდენი წლის იყო, სად მუშაობდა დედა, სახლში იყო თუ არა ვინმე და აძლევდა დავალებას, რომ თუ სახლში ვინმე იყო, გასული იყო ცალკე ოთახში და მესჯები წაეშალა. ბავშვმა თავიდან რამდენჯერმე მიწერა და უთხრა, რომ დედა უშლიდა უცნობ პირებთან კონტაქტს. შემდეგ ამ მამაკაცმა უთხრა, თუ არ გააგრძელებ ჩემთან მესჯების გამოგზავნას ან კონტაქტს, მე შენი ფოტოები მაქვს და ამას ავტვირთავ რაღაც საიტზე. და ამის შემდეგ დამიკავშირდა ბავშვი. ეს იყო სადღაც 40 წუთის მიმოწერა. 40 წუთის შემდეგ უკვე მაცნობა ბავშვმა. მანამდე არანაირი კონტაქტი არ ყო ქონია, არც სხვა შემთხვევა ქონია ვინმესთან მიმოწერის, ერთადერთი ეკონტაქტებოდა კლასელებს.
რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება 6 წლის ბავშვი, რომელიც თბილისში ბათუმიდან გადმოიყვანეს. მას ჯერ ინფექციურში მკურნალობდნენ, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვს 4 სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა, თუმცა ოჯახის წევრების მტკიცებით ექიმებს არ აქვს ზუსტი პასუხი, რატომ რთულდება 6 წლის ბიჭის მდგომარეობა. კლინიკაში კი განმარტავენ, რომ ვითარებაში გასარკვევად დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის პროცესში სამედიცინო დაწესებულების სრული რესურსი იყო ჩართული. არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს, არ ვიცი რა ფერ გითხრა დიაგნოზი არ აქვს ბავშვს დაშმული. გუშინ რომ უკვე სიტუაცია განუვარეს და გუშინ გამოვიძახეთ პოლიციასთან ერთად პოლიციამაც მოთხოვა დიაგნოზი, რაღაცა დიაგნოზი დასვენ. ვითხოვდი ბავშვის გადაყვანას თურქეთში. რეამობილს ვითხოვდით. მოსულიყო უნდა დილას მოვაო, მოსულიყო უნდა მე დასვენებაზეაო. ძალიან ბევრნაირი რაღაცები ჩამოგვიtvas რა, ანუ ელენთა გადიდებული ქონა, ანუ ყველაფერი, ანუ ბავშვს რაც შეიძლება ორგანიზმში რო ქონდეს, ყველაფერი არ იყო მდგომარეობით წყობაში. 7-მა პროფესორმა როგორ ვერ დაადგინა ბავშვს თუ აქვს სეფსისი და როგორ დაადგინა მორიგი ექიმმა საპატრულოსთან თქვა, რომ როგორ გამოაცხადა, რომ ბავშვს აქვს სეფსისი და ამის შესახებ მშობლები ინფორმაციას ფლობდნენ. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გქონია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან შემოსვლისთანავე ამ პაციენტის მართვაში ჩაერთო ყველა სპეციალისტი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო აუცილებელი. გაკეთებულია ყველა შესაძლო გამოკვლევა. რაც შეიძლება გაკეთებულიყო ჩვენს კლინიკაში და კლინიკის ფარგლებს გარეთაც. დიაგნოზები არამარტო ერთი, რამდენიმე დიაგნოზი გვაქვს, რომელიც მშობელმა კარგად იცის, იმიტომ რომ მივეცით ეს დიაგნოზები დაწერილი ფორმაციის სახით. მდგომარეობა მძიმეა, ამ მდგომარეობით, რა მდგომარეობაში დღეს პაციენტი არის, მისი ტრანსპორტირება, ესეთ გრძელი ტრანსპორტირება, ესეთ მანძილზე არის შეუძლებელი. კლინიკა ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მისი ტრანსპორტირება არის შეუძლებელი ისევ ბავშვის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. ჯანდაცვის სამინისტროში რეფერალური კომისიის ფარგლებში განცხადება არ არის შემოსული. ეს ცალსახადშემილია ვთქვა, თუმცა თუ ასეთი მიმართვიანობა იქნება, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში განვიხილავთ და კომისია იმსჯელებს დაფინანსების მიზანშეწონილობის თემაზე. გრიპით ავადობის მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ შემცირებულია. ზუსტი ციფრი ხვალ დილით გახდება ცნობილი. შემცირებულია სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელიც. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა მაჩვენებელი კი შენარჩუნებულია. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, არ გაზრდილა არც იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც რეანიმაციაში არიან. გრიპის ახალი ტალღის შემთხვევაში კი მარინა დარახველიძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ანტივირუსული პრეპარატია. გამოძახებათა და დაავადებიანობის რაოდენობა ინარჩუნებს კლებად ტენდენციას. სასწრაფო სამედიცინო სადგურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გამოძახებების რაოდენობა ნარჩუნდება 2000-ის ფარგლებში. რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა და ბოლო რამდენიმე დღეა 45-ის ფარგლებში ნარჩუნდება. დაახლოებით 800-დან 900-მდე ნარჩუნდება საქართველოს 300-მდე ჰოსპიტალში მიმართული რაოდენობა. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მათი დაყოვნება სტაციონარში დაახლოებით 48 საათია საშუალო მაჩვენებელი, ანუ 2 დღე, 3 დღე ეს არის საშუალო მაჩვენებელი. შემოქმედის მიტროპოლიტი საპატრიარქოს არ დაელოდა და უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა. მილოცვის ტექსტი შემოქმედის ეპარქიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს. რამე თუ იგი საუკუნეებია იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესცენს. წერს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები. ტევპირველთან საუბრისას მიტროპოლიტი ამბობს, რომ გავრცელებულ განცხადებაში ყველაფერი განმარტებულია და დამატებით არაფრის თქმა არ სურს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. 27 დეკემბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება. და ჩემი პირადი აზრია, მეტი ვერაფერ კომენტარს არ გავაკეთე. სინოდი იქნება, სინოდი უკვე თავის აზრს იტყვის. ეგ ჩემი პირადი მილოცვაა და სინოდზე ერთ მნიშვნელოვანი განწყობები რომ არ იყო,
ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შემდეგ სინოდზე იმსჯელონ. ასე რომ სხვადასხვა მოსაზრებები რომ აქვს ეპისკოპოსებს, ეს არ არის სიახლე. აქცია პერფორმანსი საქართველოს საპატრიარქოსთან. რამდენიმე მოქალაქემ უკრაინის ეკლესიისათვის გადაცემული ტომოსის ტექსტი საპატრიარქოსთან წაიკითხა. ამ ფორმით მათ მეუფე შიოს უპასუხეს, რომელმაც თქვა, რომ საპატრიარქო ჯერ ტომოსის ტექსტს გაეცნობა, პოზიციას კი ამის შემდეგ დააფიქსირებს. ბოლო პერიოდში ცხოველთა მიმართ გამოვლენილი სისასტიკის ფაქტები და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა გააპროტესტეს საკრებულოს შენობის წინ. სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები თვლიან, რომ 259 მუხლი, რომელიც ცხოველისადმი სასტიკნელ ცრობას გულისხმობს, არ არის ქმედუნარიანი და ის გამკაცრებას საჭიროებს. მიუსაფარი ცხოველის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა თბილისში მოხდა. 18 წლის გოგო შეესწრო ფაქტს, როგორ ურტყამდა ქალი კატას თავში ბლაქვს საგანს. ახალგაზრდა გოგომ ქალს შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა. აქციის მონაწილეები მის დასჯასაც ითხოვენ. 3 დღის წინ კი ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარში 3 ძაღლი მძიმე ინტოქსიკაციით დაიღუპა. არსებობს შეშფოთება, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევროპულ სანქციებს ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა. ბრიტანეთს შესაძლებლობა ექნება სანქციების საკუთარი რეჟიმი დაამყაროს და იმ დროს, როდესაც ბრიუსელიც და ლონდონიც ირწმუნებიან, რომ ერთად მუშაობას გააგრძელებენ, ანალიტიკოსები ამბობენ, არსებობს იმის რისკი, რომ ბრექსიტის შემდგომი ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორობის შენებისას ბრიტანეთის სხვა გზის ძებნას დაიწყებს. ანალიტიკოსების თანახმად ევროკავშირში ბრიტანეთის არ ყოფნას ბლოკის მომავალ სანქციებზე უზარმაზარი გავლენა ექნება. ზოგიერთი შეფასების მიხედვით ევროკავშირის ამჟამად არსებული სანქციების 80% ბრიტანეთის შემოთავაზებული და წარდგენილია. რა თქმა უნდა, ბრიტანეთი როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოწინავე სახელმწიფო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მსოფლიოში რბილი ძალის მოთამაშე. ამასთან ერთად ლონდონის City ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მონაწილეობით დაწესებული ფინანსური სანქციები ბევრად ძლიერია. გასულ წელს სალისბურიში ნერვული აგენტის თავდასხმის შემდეგ, რომელზეც ლონდონმა ბრალი მოსკოვს დასდო, ბრიტანეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური გაძევებების კოორდინაცია სწრაფად მოახდინა. ევროკავშირში წევრობის მეშვეობით ბრიტანეთის სანქციებს კიდევ რამდენიმე ქვეყნის და პირის მიმართ ახორციელებს, როგორიცაა ომის დანაშაულში ბრალდებული სირიელი ოფიციალური პირები და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი. ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს საკუთარი გზის არჩევა შეეძლება. აირჩევს თუ არა ევროპისგან განსხვავებულ გზას. ახლო მომავალში ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. განსაკუთრებით იმის გამო, რაც ორივე მხარემ აღნიშნა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ თქვა, რომ ევროკავშირის სანქციების ერთგულია და ამასთან ერთად ისინი ინარჩუნებენ იმ პოლიტიკური ღირებულებების გავრცელებისადმი ერთგულებას, რომელსაც ევროკავშირიც ეთანხმება და ბრიტანეთიც. ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ევროპასთან კონკურენტული უპირატესობის მიღების მიზნით ბრიტანეთმა სანქციების საკუთარი პოლიტიკიდან გადაუხვიოს. როდესაც ბრექსიტის შემდგომ გათამაშებული დაძაბულობების შესახებ ვფიქრობ პერიოდზე, როდესაც ახალ სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკების და ქვეყნისთვის ახალი უცხოური ინვესტიციების ძებნის დრო მოვა. იქნება წნეხი, რომ ევროკავშირის სანქციებსა და საშინაო ინტერესებს შორის წონასწორობა დამყარდეს. ასეთი წნეხი სავარაუდოდ პირველად ირანის თაობაზე იჩენს თავს. ბრიტანეთი ევროკავშირის წევრ მოკავშირეებთან ერთად 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას უჭერს მხარს, მაგრამ ვაშინგტონი ამ შეთანხმებიდან გამოვიდა. ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმება ძალიან სურს. გახდება თუ არა ამის საფასური ირანის საკითხზე ვაშინგტონის პოზიციის გაზიარება. ეს საკვანძო რისკი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ამჟამად პოლიტიკოსების უპირატესი საფიქრალია. ბრიტანეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც ირანის სადაზვერვო დანაყოფის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირეს მხარი. თეირანს ევროპაში თავდასხმების და მკვლელობების დაგეგმვაში დასდეს ბრალი. ბრიუსელიც და ლონდონიც ირწმუნებიან, რომ საერთო საფრთხეებთან გასამკლავებლად პოლიტიკური ხერხებით მათ შორის სანქციებითაც ერთად იმუშავებენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ საჰაერო ძალებმა უკანასკნელი 36 საათის განმავლობაში იერიში მიიტანეს სირიის ობიექტებზე. ნეთანიაჰუმ დააზუსტა, რომ ეს იყო დამასკოს ტერიტორიაზე განლაგებული ირანული შეიარაღების საწყობები. ასეთივე საჰაერო შეტევა ისრაელმა დამასკოზე 25 დეკემბერსაც განახორციელა.
დიდთოვლობას შტატებში 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 50-ს აღწევს. უბედური შემთხვევები ძირითადად მაგისტრალების მოყინვის გამო ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ფიქსირდება. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, მისური, კანზასი და ილინოისის შტატები. საღდრისის გადასარჩენად მებრძოლი აქტივისტები, აუდიტორია 115 წევრები, ვაკის პარკის დამცველები, პარტიზანი მებაღეები, მწვანე მუშტი, მაღაროელი მუშების გულშემატკივარი აქტივისტები, თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრები და სხვები. როგორია საქართველოში პროტესტის პერსონალური და კოლექტიური გამოცდილება. ამის შესახებ საპროტესტო აქციების გმირებმა ღია შეხვედრაზე ისაუბრეს. ვიწყებთ ჩვენ საუბარს პარლამენტის კიბეებიდან, რომელიც სიმბოლური ადგილია და თითქმის ყველა პროტესტი ამ ადგილიდან იწყება. შეიძლება ვისაუბროთ ამ გადმოსახედიდან გამოცდილებაზე, რაც რჩება. ერთ-ერთი თემა იყო, ესე იგი, პროტესტი, რომელიც დაიწყო ბექა კრიმინალი არ არის აქციიდან და შემდეგ გადაიზარდა უკვე თეთრი ხმაურის მოძრაობაში. რეალურად ჩვენ მდგომარეობაში ეკონომიკური თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით ბევრად დიდი პროტესტის ტალღები უნდა იყოს. ბოროტება ითვლება კარგ საამაყო საშუალებად და ამას სწორედ ის ხალხი ამაყობს ამითი, ვის ხელში ძალაუფლება არის და აი ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის. ავიგოთ საერთოდ რა აფერხებს ამ მოძრაობებს, რა ტიპის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და რაც ყველაზე შემზარავია სამართლებრივი სისტემა ყალიბდება ისეთი, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს ეუფლება და ახშობს. ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ნინო ქათამაძის კონცერტი მიმდინარეობს. ქართველი ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე ახალი სიმღერებით და ახალ ბენდთან ერთად წარსდგა. ნინო ქათამაძის კონცერტი ძველით ახალ წელს ეძღვნება. ძველით ახალ წელს ნამდვილი ახალი წელი დადგა 2009 მართლაც საოცარი იყო. ახალი წელი განათებული გალამაზებული მე ვამბობდი. პატარა ბავშვები მიხაილ და ქუჩებში დავდიოდი საერთოდ. იყო არაჩვეულებრივი კონცერტების სერია მართლაც მე მოდიოდი ჩემთან ერთად და სიამოვნებით ვუსმენდი. საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. ტევ პირველზე კი საახალწლო ეთერი გრძელდება. ნახვამდის.